პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში გაემგზავრა. დაგეგმილია შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ასევე საკანონმდებლო ორგანოს პალატის სპიკერსა და სენატის თავმჯდომარესთან. ანა ბერძენიშვილი დეტალებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს უზბეკეთს ეწვევა. ირაკლი კობახიძე მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს უზბეკეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საკანონმდებლო პალატის სპიკერთან და სენატის თავმჯდომარესთან. ასევე გაიმართება საქართველოსა და უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის მეათე სხდომა. როგორც მინისტრთა კაბინეტის წევრები აცხადებენ, მაღალი დონის ვიზიტი არის კარგი შესაძლებლობა იმ საკითხების განსახილველად, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის შუადერეფნის როლი და ამ კონტექსტში ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობა. ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავება. უზბეკეთთან ეკონომიკური ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დინამიურად იზრდება ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო და გადაზიდვების სფეროში თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. ჩვენ ორ ქვეყანას შორის პოტენციალი ჯერ კიდევ არ გვაქვს სრულად ათვისებული, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეკონომიკური კავშირების გაღრმავება, იმისთვის რომ მაქსიმალურად მოახდინოთ ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისება. საინტერესოა უზბეკეთი ზოგადად ქართული კომპანიებისთვისაც, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფად მზარდი ეკონომიკა, ქვეყანა, რომელიც თითქმის მილიონი ადამიანით იზრდება წელიწადში, აქედან გამომდინარე ქართულ კომპანიებს აქვს დაინტერესება უზბეკეთის ბაზარზე შესვლის. ვფიქრობ, რომ ეკონომიკური კომისიის ფარგლებში მოგვეცემა საშუალება და ხელშეუწყოთ ქართული კომპანიების გაფართოებას უზბეკეთის ბაზარზე. ის პოტენციალი, რაც ცენტრალური აზიის ქვეყნებში და ამ შემთხვევაში უზბეკეთში არის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის საინტერესოა. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გავმართოთ ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა, რაც შესაძლებლობას მისცემთ სხვადასხვა სექტორის მინისტრებს, სხვადასხვა მიმართულების მინისტრებს ურთიერთ შეთანხმებით და ურთიერთ დიალოგის საფუძველზე მოახდინონ იმ თემების იდენტიფიცირება, რაც მნიშვნელოვანია მომავალში ურთიერთობების გასაღრმავებლად. რა თქმა უნდა, იქნება დიალოგი პოლიტიკურად ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც საერთაშორისო დღის წესრიგში დგას, სადაც შეიძლება ჩვენი პოზიციები იყოს ერთიანი. ირაკლი კობახიძე ტაშკენტში 2 დღის განმავლობაში გამართავს შეხვედრებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უზბეკეთში მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფება.